უკვე 13 დღეა დიუშენის დისტროფიის, კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები გადავიდნენ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე და ღამეს ქუჩაში ათენებენ, მოთხოვნით, რომ შვილებისთვის სახელმწიფომ შეისყიდოს წამალი, თუმცა სახელმწიფო დუმს ან აი ამ შემზარავ თხოვნას და შემაზრწუნებელ თხოვნას უპირისპირებს პროპაგანდას სამწუხაროდ. Კეთი თუთფერიძე ჟურნალისტი ჩვენი შაბათს ფორმულას რეპორტიორი უნდა ჩავთოთ ახლა მთავრობის ადმინისტრაციისგან შენობის წინ დგას ის სწორედ იქ უკვე 13 ღამეა მშობლები ითხოვენ წამალს. კეთი გისმენთ. დიახ, მე-13 ღამეა უკვე რაც ათენებენ კანცელარიის ეზოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები. მათი მოთხოვნა არის უცვლელი, შემოიტანოს სახელმწიფომ 4 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტი. ამ მედიკამენტებზე მე მეტ დეტალს მაყურებელს ოდნავ მოგვიანებით გავაცნობ. მანამდე კი ვიტყვი, რომ ახლა მარში მოემართება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების მხარდასაჭერად. მე მესმის მათი ხმა რუსთაველიდან ისინი უახლოვდებიან კანცელარიის ტერიტორიას სოლიდარობის გამოსაცხადებლად, მაგრამ აუცილებლად, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ბრძოლა ახლა არ დაწყებულა ამ ადამიანებისთვის შვილის გადასარჩენად. რამდენიმე თვეა ისინი ითხოვენ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას, მაგრამ ამაოდ კობახიძე მათ არამც თუ არ შეხვედრია. ამ დრომდე მას სრულყოფილი განცხადებაც კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, თუმცა ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ არაერთხელ პირდაპირ დაირიბათ ამ ადამიანებს, მშობლებს, შვილების წამლისთვის ღამე გამოსულ მშობლებს უთხრა, რომ სახელმწიფო არ აპირებს ამ წამლის შემოტანას, თუმცა რამდენიმე დღის წინ, როდესაც სარჯველაძე იყო მისული პარლამენტში, მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური დაკვირვება აღნიშნულ მედიკამენტებზე, თუმცა ფაქტი არის უცვლელი, რომ ეს მედიკამენტები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში, ამერიკაში, კანადაში, ბრიტანეთში, ევროკავშირში. ჩვენ კი ახლა შეგვიძლია რამდენიმე წუთის წინ ჩაწერილი ინტერვიუები მოვისმინოთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მშობელთან და ბებიასთან. ჩვენი ალექსანდრე დაჯდა 10 წლის ეტლში, სკოლაში ვეღარ დადიოდა, იმიტომ რომ არ იყო პირობები სკოლის სიარულის, სწავლობდა დისტანციურად. მე მაგის უნარიც უკვე აღარ ქონდა, იმიტომ რომ პასტას ვერ იჭერდა ხელში, მაგის ძალაც აღარ ქონდა. ძალიან გვჭირდება წამლები, რომელსაც 13 დღე ვზივარ და ველოდებით პასუხს ჩვენ მოთხოვნაზე. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობისთვის. საქმე, ესე იგი, როცა ეხება ჯანმრთელობას, მით უმეტეს ბავშვებს, მე მგონი არავინ არ უნდა დარჩეს გულგრილი. მით უმეტეს მთავრობა, რომელიც ვალდებულია იზრუნოს თავის მოქალაქეებზე, მით უმეტეს ბავშვების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე. ჩემი შვილი 19 წლის არის. უკვე ესეთი ასაკია, რომ ძალიან მეშინია, პატარა რო იყო კიდე ესა და ამიტომ ყველა ბავშვს უნდა მიეხედოს. ჩემი მართალია ეტლშიზეა, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეტლში გაუხანისდოთ სიცოცხლე და იყოს ჯანმრთელად ჩვენს გვერდით. 4 წამალს ვითხოვთ, ერთ-ერთი არის ელეიდისი, გენური თერაპიის, მეორე ჯივინოსტატი, ვამოროლონი და ექსონ სკიპინგი, რომელიც ამოვარდნილ ექსონებს ასწორებს და ყველას თავის ფუნქცია აქვს. ყველას არ მიდის, რა თქმა უნდა, ეს 4-ვე წამალი, ამიტომ საჭიროა გუნდიც, რომ ამ გუნდმა მე შეადგინოს რომელი ბავშვი, რომელი წამალი შეესაბამება, იმის მიხედვით გადაწყვიტონ. აი ამ წუთას მოვიდა მარში კანცელარიასთან იმისთვის, რომ სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს, რომლებიც ითხოვენ წამალს. რაც შეეხება ამ წამლებს, ისინი ითხოვენ 2 ტიპის თერაპიას, რაც გენებთან არის დაკავშირებული, გენურ თერაპიას და ასევე 2 წამალს, ვამოროლას და ჯივინოსტატს. ორივე წამლის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში პროპაგანდისტული მედია ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თითქოს ეს წამლები არის სახიფათო. სინამდვილეში ორივე წამალი და 4-ვე წამალი თავისი, ასე ვთქვათ, კომპონენტური მკურნალობით გამოიყენება ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში და მაგალითად ჯივინოსტატი, როგორც ყველაზე ძვირადღირებული წამალი, ითვლება ინოვაციად აღნიშნულ დაავადებასთან საბრძოლველად, მისი პროგრესის შესაჩერებლად და ითვლება ასევე მიღწევად აღნიშნული დაავადების და გენეტიკური დაავადებების სფეროში.
სკოლაში. ორივე წამალს აქვს ავტორიზაცია მიღებული და მე აქვე შევახსენებ მაყურებელს, რომ ხვალ 6 საათზე რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან მოქალაქეები იმისთვის, რომ გამოუცხადონ კიდევ ერთხელ თანადგომა დუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს და ერთად მოითხოვონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები.